რუსთაველის გამზირს ვუბრუნდებით, სადაც სპორტული ღონისძიებები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ქართული პროდუქციის გამოფენა მიმდინარეობს. ნათია ორველაშვილი მოგვაწოდებს ინფორმაციას. ნათია, რა არის წარმოდგენილი გამოფენაზე? პირველ რიგში გეტყვით, რომ მოამინდობის გამო ქვეყნის მთავარ გამზირზე დაწყებული საზეიმო ღონისძიებები უკვე განახლდა და ასე ვთქვათ, სრული სიმძლავრით მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე დაახლოებით პირველ სკოლამდე განთავსებულია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ტექნიკა, ხოლო უკვე პირველი სკოლიდან იწყება სპორტულ-კულტურული ღონისძიებების არეალი, ასე ვთქვათ. აქ მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამოფენა მეტროსადგურ თავისუფლებასთან, სადაც მწარმოებლები საკუთარ პროდუქტს წარმოუდგენენ. იქ მიმსვლელ საქართველოს მოქალაქეებს და ტურისტებს ყველა მიმცველს აქვს საშუალება, რომ დააგემოვნოს ქართული თაფლი, ყველი და სხვა პროდუქტები. გამზირზე ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული ერისთვის, ჩვენთვის. პროდუქციაც თავისთავად ხშირად უნდა ხდებოდეს ჩვენი პროდუქციის, არა მარტო ჩვენი ბევრი პროდუქტი არის გამოტანილი. ხალხზე ნახება ელემენტარული დაგემოვნება, დეგუსტაციის ჩატარება. კარგია რომ რაღაც დაკავშირებულია ყველაფერი გამოფენასთან, გაყიდვასთან ერთად. მე წარმოვადგენ სოფლის მეურნეობის სეგმენტს კერძოდ ყველს და ბუნებრივია ეს იმდენად სუსტი სეგმენტია, სამწუხაროდ დაუცველი სეგმენტია, რომ ესეთი გამოფენები ძალიან უწყობს ხელს ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციას. ასევე თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სპორტული ღონისძიებები, სტრიტბოლი, ქუჩის კალათბურთი და მინიფეხბურთი. ამ ღონისძიებებს ესწრებოდნენ სპორტსა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და კალათბურთელი ზაზა ყიფშიძე. იწყო აქტივობა, ახალგაზრდობა გამოვიდა ქუჩაში, ბავშვები გამოვიდნენ და ჩვენ აქ როგორც ხედავთ ძალიან სახალისო მდგომარეობაში აღმოჩნდით. ამიტომ მე ვფიქრობ ეს დღის ბოლომდე გასტანს და ჩვენი მოქალაქეები მოყოფილები დარჩებიან. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ყველა სულოცავს დღევანდელ დღეს. სხვადასხვა ღონისძიებები იმართება დღეს რუსთაველზე, ერთ-ერთი მათგანი კალათბურთია და რა თქმა უნდა როგორც კალათბურთელი მოვედი ტურნირის საყურებლად და მონაწილეობის მისაღებად. ქვეყნის მთავარ გამზირზე გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაინც მზიანი ამინდი არ არის, ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების და ასევე ტურისტების ნაკადი რუსთაველზე არ წყდება. დიდი მადლობა სპორტულ-კულტურული ღონისძიებების შესახებ. რუსთაველის გამზირიდან ინფორმაცია ნათია ორველაშვილმა მოგვაწოდა.